სულაც ზრდასრულობამდე ისე, რომ ბავშვობის ასაკი არ გაევლოს. ბავშვის შინაგანი სამყარო სუფთა დაფას გავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასზე დაწერილი აღარასდროს წაიშლება. ამიტომ უნდა ვეცადოთ მათ მეხსიერებაში მხოლოდ დადებითი ემოციები აღიბეჭდოს. საბავშვო მწერლობა ის სფეროა, რომელიც თავის თავზე ინაწილებს ბავშვების აღზრდის მოვალეობას. დღეს 26 მარტია. ქალბატონი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებისთვის წერაში გაატარა, იუბილარი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან ჭილაშვილისთვის ეს 90-მეათე დაბადების დღეა, ის კვლავ დაუზარლად განაგრძობს საბავშვო პროზაული ნაწარმოებების შექმნას. წერო დიდებისთვის რთულია, ხოლო როგორია დიდმა წერო პატარებისთვის, ამას თავად მწერალი გვეტყვის. ბავშვებისთვის წერო ეს არის უპირველესად დიდი ბედნიერება, დიდი პასუხისმგებლობა და აუცილებლობა, იმიტომ რომ წიგნი არის სულიერების ყველაზე მთავარი წყარო, ბავშვის ზნეობრივი ჩამოყალიბების ყველაზე კარგი საშუალება. რა მიზანი აქვს ქეთევან ჭილაშვილის თითოეულ ნაწარმოებს და რა ძირითად ხერხს მიმართავს ის? საერთოდ ბავშვს არ უყვარს გაშიშვლებულად დარიგება, შენიშვნა. ყველა ჩემს ნაწარმოებში ვცდილობ მოფერებით, მაგრამ მნიშვნელოვან რამეზე მივათითო. ცხოველებს ამ შემთხვევაში ვთქვათ მიხედავ, იმათ ჩავადენინებ ისეთ დანაშაულს, რომელიც მიუღებელია საერთოდ ბავშვისათვის და აი ესე სხვაზე გადატანით, მოფერებით, ხან ხალისით, ხან ხუმრობით, მიმაქს ბავშვებთან ის ჩადაფიქრი, რაც მინდა რომ მივიტანო და ვაზიარო, რაც თავარია ზნეობას. საინტერესოა, საიდან დაიწყო მისი როგორც საბავშვო მწერლის ცხოვრება? მახსოვს ჩემი ბებია, რომელიც იმეყებოდა ზღაპრებს და ბებია კარგად იცოდა ჩემი ხალხური შემოქმედება და მე ამ გარემოში გავიზარდე. რასაც ბებია მე მაზიარა, ვიგრძენი რომ როცა მე გავიზარდე, მეც იგივე უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისათვის. და მართლაც ამითი დაიწყო ჩემი ბავშვების გამო დავიწყე ფიქრი საბავშვო ლიტერატურაზე. ქეთევან ჭილაშვილი აქამდე ცნობილი იყო როგორც საბავშვო პროზაული ნაწარმოებების ავტორი. თუმცა გაგიკვირდებათ და სულ რამდენიმე წლის წინ მასთან პოეზიის მუზაც მოვიდა. მიყვარს ძალიან პროზა, სიტყვასთან ჭიდილი, ყოველთვის ეძებ ძარღვიან სიტყვას, ერთ სიტყვაში რომ ბევრი რამე იგულისხმება, ვიიწევს, ჩატიფრული რო აქვს სიტყვას რაღაც ბევრი სიკეთე. აი ლექსები როგორ მოვიდა ჩემთან, მე თვითონ ვერ გეტყვი. ეს მოვიდა ჩემთან უნებურად აი ამ სიბერეში 86 წლის ვიყავი მასში. ხო იცით, სიბერე არის მოღრუბლობა. ამ დროს რაც არ უნდა კარგი პირებებში იყო, მაინც ადამიანის დადიანია, სედიანია. წერალი თulis რომ არსებობს მარადიული ღირებულებები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი არ უნდა შეიცვალოს. თუმცა მიწოდების ფორმები კი თანამედროვეობას უნდა უწყობდეს ფეხს. თანამედროვე მწერალმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემო, ის ფსიქოლოგიური წყობა ბავშვის, რომელიც დღეს არის. დღევანდელი ბავშვი არის ძალიან თამამი, ძალიან მოაზროვნე. ბევრად განსხვავდება, რა თქმა უნდა, იმ დროის ბავშვისგან მე რო დავიწყე საბავშვო ნაწარმოებების წერა. ამბობენ დედის ნანა ჩვილს მუცელშიც ესმისო. წერლის აზრით ეს კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის მეტად მნიშვნელოვანია. ქეთევან ჭილაშვილის რჩევა დედებისთვის. აი ახალგაზრდა დედებს მინდა უთხრა, რომ ბავშვთან საუბარი, ბავშვის სულიერებასთან მისვლა იწყება იამნანად. ეს მარტო დასაძინებლად კი არ იყო, რომ ბავშვი დაეძინებინა. ეს პირველი სიგნალია, გზა არის მისი სამყაროსთან დაკავშირების. არ არის აუცილებელი კარგი ხმა ჰქონდეს და ისე იმღეროს. დედის ხმა ეს არის ყოველთვის მუსიკალური შვილისათვის, ყოველთვის სასიამოვნო და ყოველთვის მისაღები. ერთ-ერთ ლექსს, რომელიც სულ ახლახან გამოიცა, წერალი თავად წაუკითხავს იმ პატარა ადრესატებს, რომელთაც მთელი მისი შემოქმედება ეძღვნება.
ჩვენ კი რადიო 1 და პროგრამა პიკის საათი ვულოცავთ მას 90 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს პატარა მკითხველები. ჩოხ რაგ ამ სიმღერით მობლივლივე ბღელეში ჩიტბატონა ბანიმომეც უქმად ყოფნას მოეშ ვერახედავ მოღრაბენ ჩემი ცელქი ტალღები ძალიანაც მოინდომა მათ ვერ დაედარები გაგეხურე არ გეწყინოს ყველას შემოგევლებით დაჭერმა ჩემი ცვარით დაიგრძელეს ყურები შენ კი თავი ჩაგიღუნავს აქეთ არის ყურები ნიავქარით სალამს მithlis ზურმუხტი და ლაჟვარდი ღმერთო ჩემო დიდებულო ეს რა ბედში ჩავარდი ჩუხ რაგ მოვრაგრაგებ მეკითხები სადამდის ავაზნისკენ მივიჩქარი ტალღას გადასდის